საინფორმაციო პროგრამა სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ. დღეს 21 მარტია, ქართული ჟურნალისტიკის დღე. გილოცავთ ყველას, კოლეგებო, საქართველოს მასშტაბით ამ დღესასწაულს, შესაბამისად ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ ორი ბრწყინვალე და ცნობილი ჟურნალისტი, ეკა ფხაკაძე და თამარ ქავთარაძე. მოგესალმებით, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, წარმატებებს გისურვებთ და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფალ, კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას ეარსებოს ჩვენს სახელმწიფოში და არც ერთი ჩვენთაგანისათვის მოღვაწეობა და საქმიანობა ჟურნალისტიკაში არ ყოფილიყოს ხიფათთან და რაიმე ცუდთან დაკავშირებული. მადლობა თამუნა, მოწვევისთვის, მოლოცვისთვის. თუმცა რამდენად არის დღევანდელი დღე მოსალოცი ქართულ ჟურნალისტიკაში, ალბათ ეს უკვე ის სხვა და ის საკითხია, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ და თქვი რომ ქვეყანაში სათანადო ქვეყანა უნდა იყოს, როდესაც იქ სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება, ხო? რა თქმა უნდა. არის ქვეყნები, სადაც ეს სანატრებელი ამბავია და იმედია მათ რიცხვს არ შევუერთდეთ. კი, მიუხედავად იმისა, რომ მაკეთკენ მივდივართ. ამბობ ვულოცავ ჩემს კოლეგებს, მართლაც არ ვიცი რამდენად მოსალოცი არის ამ პერიოდში, მაგრამ მაინც მინდა მივულოცო ყველა ჟურნალისტს, ჩემს კოლეგებს და თავისუფალ გარემოში ვუსურვებთ მუშაობას და მოღვაწეობას. დიდი მადლობა, აუცილებლად მინდა ორივესთან გადმოვიდე ერთ და იგივე შეკითხვით, რა მდგომარეობაა დღეს ქართულ მედიაში? როგორ შეაფასებთ? გავიგეთ, ვიცით, რომ რაღაც ისეთი ტალღა გვიახლოვდება, რომელსაც ან გადაურჩებით, ან არა, მაგრამ ამ წუთას, ამ ვითარებაში როგორ შეაფასებთ ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობას? საკმაოდ რთული მდგომარეობა. პირველად ყოვლისა იმას აღნიშნავ, რომ თავად საზოგადოების ნდობა არის დაბალი მედიის მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ ეს ის პერიოდია, რომელსაც მართლაც უნდა გაუძლოთ და უნდა გადავლახოთ და მე მართლაც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და თქვენ რას ვცადეთ? 157 დაზარალებული ჟურნალისტი სხვადასხვა სახით. აქ შემოდის ნაცემი ჟურნალისტები, აქ შემოდის ჟურნალისტები, რომელსაც შეეზღუდათ მუშაობის საშუალება, რომელსაც დაუმტვრიეს აპარატურა, რომელსაც აბულინგებენ და ჟურნალისტი გისოსებს მიიღმამს. ამაღლობელი. მე მგონი ურთულესი წელი არის ქართული ჟურნალისტიკისთვის. კიდევ ამბობ, არ ვიცი რამდენად ღირს დღევანდელი დღე მოლოცვებისთვის. ჩემთვის უფრო ეს დღე არის, როდესაც აი რაღაც ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტიკის მდგომარეობა, სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის რაღაც აი შეჯამებას ვაკეთებთ, ანალიზს ვაკეთებთ, ალბათ ამ დღეს უფრო მეტად ვიდრე ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ყოველდღიური საქმეებით და ინფორმაციებით ვართ დაკავებული და ამისთვის არ ვცადე, ამისთვის ალბათ უფრო უპრიანია დღევანდელი. აი ეკამ კიდევ უფრო ჩაშალა რომ რა მდგომარეობაა დღევანდელ დღეს, რა მოცემულობაში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა და უნდა ვთქვა რომ აი ჟურნალისტიკა ხო არის პროფესია, ხო? მაგრამ მარტო როგორც პროფესიას ამას რომ ვუდგებოდეთ დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად გაგვიჭირდებოდა მუშაობა. ასაკებია. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ გახდა ქართული ოცნებისთვის ასე საჩქაროდ მისაღები ის კანონები, რომელიც ძალიან ზრუნავს ქართულ მედიას და ფაქტიურად კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ მაუწყებლობებს. აი ეს რეგულირებები, რომელიც მანამდე იყო თვითრეგულირებადი, დღეს უკვე ხდება დასჯადი. უბრალოდ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ რაღაც კითხვებს, რომელიც მათ არ მოწონთ, ჩვენ ვერ დავსვამთ. ანუ ეს ხო არ არის ჩვენი კითხვები, ეს არის კითხვები, რომელიც საზოგადოებისა, ხო? ანუ ადამიანები კითხვებს ვეღარ დასვამენ, რომელიღაც არხებს დააჯარიმებენ, შეზღუდავენ და ეთერში გავა მხოლოდ იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც მათ მოწონთ, ანუ ის რეალობა, რომელიც მათ მოწონთ და გამოვა რომ ვართ აღშენებლობაში, განვითარებაში, რა ვიცი, სამართლიან სახელმწიფოში, იმიტომ ეჩქარებათ, რომ ის რეალობა დაინახოს ყველამ, რომელიც მათ აწყობთ. ანუ თავისუფალ სიტყვას ემუქრება გაქრობა. რა თქმა უნდა, თამუნა და საუბრობენ ბალანსზე და ამ ბალანსის დაცვის საშუალებას თავად არ იძლევიან.
როგორ უნდა დაიცვა ბალანსი, როდესაც მაგალითად სიუჟეტს ამზადებ და ვთქვათ მეორე მხარისგან პასუხი არ არის. მან არის მაგალითად საუკეთესო შემთხვევაში, ვთქვათ, ინფორმაციის წერილობით გამოთხოვის შემდეგ ერთ თვეში. აი როგორ უნდა დაიცვა ასეთ შემთხვევაში ბალანსი? შეუძლებელია და აქვე მინდა გკითხოთ, არა მარტო მედია საშუალებებზეა საუბარი. ეს კანონები აიძულებს თუ არა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ კრიტიკულ მედიაში, რომ თვითგადარჩენაზე დაიწყონ უკვე ფიქრი და ზრუნვა, იმიტომ რომ ჩავარდებიან თუ არა ჟურნალისტები ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ უკვე ჩავარდით. ანუ უბრალოდ გეტყვი, ალბათ ამონა ილაპარაკებს როგორ მდგომარეობაში არის ადგილობრივი მედია, მე გეტყვი რა მდგომარეობაშია ცენტრალური მედია, რომლის წარმომადგენელი ვარ, ვიყავი უფრო, ალბათ ეს სიტყვა უფრო სწორი იქნება. ნახეთ რა ხდება, 3 კრიტიკული ცენტრალური არხი, ხო? აქედან თავარი არ მუშაობს, აღარ მუშაობს. ფორმულა, რომელსაც მე წარმოვადგენდი, იმდენად შეიზღუდა ფინანსური წნეხის გამო, პირდაპირ ვიტყვი, რომ უარი თქვა საერთოდ რეგიონებში კორესპონდენტებზე, ანუ რეგიონებიდან მიღებულ ინფორმაციას მოუწია უარის თქმა. არის მხოლოდ დარჩენილი TV პირველი და დამეთანხმები, რომ ეს ნამდვილად არ არის საკმერის. უბრალოდ გეტყვით, რომ აი ბოლო თვეებია იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ხო, კორესპონდენტები ამ დროს მე და ირაკლი თავარიდან, აღარ ისმის ცენტრალურ არხებზე ამ მოსახლეობის ხმა. ეს აქ, სადაც მე ვიყავი პასუხისმგებელი, ხო, დაუშვათ, მაგრამ იგივე გურიიდან, იგივე სამეგრელოდან, იგივე აღმოსავლეთ საქართველოდან, რა ეს არ არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, დარწმუნებული ვარ კი ვიღაცის საზოგადოებასაც ვართმევენ ამით ხმას. არა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამას მიხვდება, ვიღაცები ხვდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანები ამას ვერ გრძნობენ. ალბათ აი ძალიან რო გაგიჭირ. საერთოდ როდის არის, როდის მემართავენ ადამიანები ჟურნალისტებს, როცა ძალიან მოჭრა. კი ბატონო. იყო ეს შემთხვევა ეხა გურიაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო გაშუქება, სათანადო გაშუქება გურიის ამბავს არ ქონდა. უბრალოდ ამის რესურსი კრიტიკულ მედიაში უკვე აღარ არსებობს. ეს კანონები ჯერ ვითომ ეხებოდა მხოლოდ მაუწყებლებს და ახლა უკვე მე რამდენად ვიცი ონლაინ მედიასაც ეხება. ეხლა რა ხდება ადგილობრივ ჟურნალისტიკაში? მაშინ როდესაც ასე ძალიან ხო უჭირს ცენტრალურ მედიას. რა მდგომარეობაა, ჩვენ კარგად ვიცით და მაყურებელმაც რომ გაიგოს ადგილობრივ ტელევიზიებში, რეგიონალურ ტელევიზიებში. მე ჩვენ ტელევიზიის მაგალითზე ვისაუბრებდი, რომ ჩვენ გვაქვს ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა კომერციული შემოსავლები, ბიზნესია ხომ ტელევიზია. ჩვენ გვაქვს გარკვეული შემოსავლები, სარეკლამო შემოსავლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ის გრანტები, რომელსაც კრძალავს და აკრძალა ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ეს იყო, ვთქვათ, დამატებით უფრო მეტად გაზიარებულად მუშაობის ვერ ვიტყოდი, მაგრამ ხო, უფრო მეტად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ მაგალითად ბოლო პროექტი გვქონდა, რომლის მეშვეობითაც გავდიოდით, ვთქვათ, წყალტუბოს სამუნიციპალიტეტში მუშაობდით, სამუნიციპალიტეტში არა, სამსოფელში მუშაობდით, ასევე მარტვილის, ხონის, ვახდენდით პრობლემების მოძიებას, მათ ადვოკატირებას. რატომ უნდა იყოს ეს აკრძალული კანონით, ჩემთვის გაურკვეველია და რატომ უნდა გეძახდნენ აგენტს იმისათვის, რომ ამ სამუშაოს განსახორციელებლად თქვა გრანტს იღებ, ასევე გაურკვეველია ჩემთვის. თავად მოსახლეობამ და ჩვენმა მაყურებელმა გადაწყვიტოს. კი ბატონო, მე მაინტერესებს თქვენ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს, რისი გარანტია თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა. თუ ეს აღარ იქნება თავისუფალი მედია, აღარ იქნება თავისუფალი სიტყვის საზოგადოებამდე მიტანის საშუალებები, რა მოხდება? საბჭოთა კავშირი. მე და შენ გვახსოვს. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი იქნება არაჩვეულებრივად, კრიტიკული აზრი არ იარსებებს და უბრალოდ არ იქნება რაიმე ორგანიზაცია, ადამიანები, რომლებსაც მიმართავ იმ შემთხვევაში, როდესაც
მერიაში პასუხს არ გაქცევენ, ან პირიქით დაგჯობნია, უფრო მეტიც დაგჯობნიან. სასამართლოში პრობლემები შეგექმნება, რაც უკვე ექნება დიდი ხანია საქართველოში ეს პრობლემა. და სრულად აიგრძალა ახალი კანონით, ხო, გადაღება და მოხდება ღმერთმან უქნას მიწის ძვრა, დაზარალებულები იქნებენ. უბრალოდ ჩვენ გვეტყვიან, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, იმიტომ რომ ისინი არსად არ გამოჩნდებიან. სიმართლე არ გაჟღერდება არსად. მათი ხმა ვერსად ვერ გაჟღერდება. ეხლა ჩვენ თქვით, რომ ალბათ მაშინ მე ვთქვი, რომ ალბათ მაშინ ვიხდებიან, რომ უკვე აქედან აი ქუთაისიდან ნაკლები ინფორმაცია შუქდება ცენტრალურ ეთერებში, ხო? მაშინ ვიხდებიან, როდესაც ძალიან გაუჭირდებათ თქო და იცით რა ძალიან უჭერთ ახლა ადამიანებს. ოღონდ მათ უკვე ეშინიათ ჟურნალისტთან მისვლის დახმარების ჩვენ ხო ვიცით რომ აქტივისტები ეხმარებოდნენ გურიაში ადამიანებს და ისინი მადლობას ხელისუფლებას უხდიდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ რომ ეთქვათ რომ ეს უბრალოდ მოხალისეების ამბავია, მათი დახმარება. აქ მოხდება რუსეთი, ის რაც დღეს ხდებოდა რუსეთში. სად არის დღეს ჟურნალისტები ან საზღვარგარეთ არიან, ან იქ უბრალოდ არ არსებობს დამოუკიდებელი ხმა. რა დამოუკიდებელი ხმა? ჩემი მეგობრები, ახლობლები, რომლებიც იქ მყავს იმისათვის, რომ YouTube-ი დაიჭირონ, პარკში გადიან. ჩვეულებრივი, არა, რატომ ჩვენ ხო გვითხრეს ეგრეთ წოდებულმა დეპუტატებმა, რომ იმისათვის, რომ ადამიანები დავიცვათ სოციალური ქსელი უნდა გავაკონტროლოთ. კი ბატონო, ეს მინდოდა ახლა ეს შეკითხვა დამისვა, მარტო მედია და მაუწყებლები კი არა, სოციალურ მედიასაც აპირებენ, რომ გააკონტროლონ. ხო და არაფერი სხვა იქ არ მოსულა და ჩვენ აქტივისტები, რუსი ჟურნალისტები, რუსი საუბრება დამცველები სულ გვაფრთხილებენ. აკუნინის წერილი გახსოვთ ალბათ, რომ ქართველის რომ იყავით ყურადღებით, არ დათმოთ, იგივე დაგემართებათ, რა ჩვენც გვეცინებოდა. არა, ნამდვილად არ მეცინებოდა, იმიტომ რომ ჩვენ, რა ვიცი, კუსნაბიჯებით ალბათ ნელ-ნელა მივდიოდით აქეთკენ. ალბათ არ არის გასაკვირი ის, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს რაღაც ისეთი მტკი არ შევხვდით, ჩვენ გავმართეთ საპროტესტო აქცია, ჟურნალისტები იძულებული ვართ უკვე დიდი ხანია ჩვენი კოლეგების სოლიდარობის საპროტესტო აქცია. გავმართოთ და დღეს გავმართეთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ნამდვილად არის იმის სიმბოლო, თუ რა დღეშია დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვა. სწორედ მან თქვა, რომ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის და ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ სანამ გვიანი არის. ჩვენ გვეუბნებიან ჟურნალისტები ხართ, თქვენი დანიშნულება არის გაშუქება. ხო, მაგრამ ეს უკვე ბრძოლაა. ამას ბრძოლის გარეშე ვერ არაკეთებთ. მიუკერძოებლები, მაგრამ თან გვაიძულებენ რომ ვიყოთ მხარე. ამას უკვე ვეღარ გაიქცევი. სამწუხაროდ. როდესაც საუბრობენ, რა ვთქვათ, დემოკრატიულ გარემოში ვცხოვრობთ, რომ დემოკრატიული გარემო გვაქვს ქვეყანაში, როგორ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, როცა ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინია. თუ კი დემოკრატიული საზოგადოება გვაქვს, თუ კი დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რატომ ეშინიათ ადამიანებს საკუთარი აზრის დაფიქსირების თავისუფლად? რა თქმა უნდა, გამოკითხვას ვერ ვაკეთებთ ქუჩაში. იცით, გადასარევად ეხლა ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ არაჩვეულებრივ გამოკითხვას თქვენ მაყურებელო დღეს, ვისაც გელაპარაკებით, ჩვენთვის გინდათ, მაგრამ ვერ გვაძლევთ ინტერვიუებს ქუჩაში. იმიტომ რომ გეშინიათ. სამწუხაროდ დაფიქრდით, რატომ გეშინიათ. 17 ჟურნალისტს მიუვიდა დაჯარიმების ისა რა ქვია, ქვითარი, ხო? მაშინ, როდესაც ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ, ანუ ხვალ ჩვენ რო გავიდეთ აქციაზე და გადავიღოთ რაღაცებს, შეიძლება ჩვენც დაგვაჯარიმონ. არავინ არის დასჯილი იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებს ფიზიკურად გავსწორდნენ აქციებს და ქუჩებში. ამ კითხვებს რომ სვამთ, არ მოწოთ და აი რეგულირებული შემოაქვთ და იქნება დასჯადი ის, რომ ჩვენ დავსვამთ ასეთ კითხვებს. ასეთი კითხვები არ მოსწონთ. ამას ვეღარ გაიგონებთ ეთერიდან. ალბათ ამაზე ყველას ჭირდება, ხო? დაფიქრება. არ მხოლოდ ჟურნალისტებს, ყველას. აი დისკუსიები როგორ უნდა შედგეს ეთერში?
თუ კი ერთი მხარე მოდის, მეორე მხარე არ მოდის და ჩვენ კარგად ვიცით რომ არ ჯდებიან ხო? კი ბატონო, დისკუსია. ამ ჟურნალისტანაც აღარ გამოვიდა. ფაქტიურად აღარც არის თუ დააკვირდით ამ ბოლო დროს ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან იკავებენ ხოლმე გარკვეულ რამდენიმე ადამიანის გარდა სტუდიაში ხო მოსulis დროს, იმიტომ რომ ადგილობრივად ეს უფრო ისეთი იყო თორე დიდი ხანია იკავებენ კი არა არ დადიან. უბრალოდ არ დადიან. კომენტარს არ აკეთებენ. ხელისუფლება მედიაში არ იწვევენ ოპოზიციურად გაწყობილ ადამიანებს. ის რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანი შესულიყო და საზოგადოებრივ წარმომადგენელი დაეფიქსირებია თავის აზე, ამისთვის იყო საჭირო უამრავი აქციები დღესაც გრძელდება და 1 საათია მარტო გამოწყო. ესე იგი რო დაფიქრდეთ, მართლა ინფანტილური ადამიანები ვართ. ოღონდ მართლა, აი ვეღარ ვსწავლობთ. თორე ამის გააზრების მერე საერთოდ რა განგაშის ზარი კი არა, სასწაული უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში. მართლა, ოღონდ რაღაცა ეთყობა, მაინც აი გონია რომ ყველაფერი მაინც კარგად არ იქნება, ყველაფერი კარგად თუ არ ვებრძოლებთ. არ იქნება სიტყვის თავისუფლება, არ იქნება სამართალი, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა ამ ქვეყანაში. აი როგორ გავაგებიოთ ადამიანებს რომ ეს არის დასაწყისი ყველაფრის, სიტყვის თავისუფლება არის მთავარი და ეს გარანტირებული გვაქვს კონსტიტუციით, რა საჭიროა რაიმე კანონების კიდე მიღება, ყველაფერი დანარჩენი, რასაც ეხლა იღებენ არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობისთვის. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას რომ ის არა ქვია ინგლისური, ბრიტანული მოდელი. არანაირი და მისი სიტყვა სიტყვით კანონს ისე იყენებს ქართული ოცნება, როგორც ეს მას ჭირდება და როგორც ეს მას გამოადგება. აქ ნდობა არის ნული ადამიანებო. მე ასე მგონია, ვიცი. მე უკვე არანაირი ნდობა არ აქვს. თქვენ არ ხართ განმარტებაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ნდობა აღარ აქვს. აი მართლა ეხლა ამჩვევია ესეთი ეთერები და ამჩვევია ესეთი რადიკალური რაღაც ისინი გამოსვლები და რაღაცები, მაგრამ ჩვენ მართლა ვართ უფსკრულის პირას ის რაც ქონდა ესე ნაკოწიწები რაღაცნაირად აი მიღწეული ყველაფერს ვარგავთ ხალხმა 30 წელი რასაც ვაგროებდით ნელ-ნელა და მივდიოდით ამ ევროპისკენ ღია კარიდან უკან მოგვაბრუნეს და მოგვაბრუნა ამ ოცნებამ ხელისუფლებას ვეღარ ვეძახე უკან რაც არჩევდნენ აი ერთ-ერთი რესპონდენტი ჩამეწერა და მან მითხრა რომ რატომ არ ითხოვენ მაგალითად აქციაზე ვინც არის გამოსული ის ადამიანები რატომ არ ითხოვენ თქვათ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას თქვათ ხელფასი გაიზარდოს და ანუ ცოტა არ იყოს თქვათ ეჭვებში შევედი ანუ აი ეს ადამიანები ითხოვენ ევროპას ხო მათთვის ევროპა ასოცირდება სწორედ ამასთან უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან უკეთეს სოციალურ მდგომარეობასთან ეს ერთი და იგივეა ხო როგორც ჩანს მაინც ჩაშლა არის საჭირო ამიტომ ხშირად აქციაზე რომ მივდივარ ადამიანებს ვეკითხებ რა თქვენ რატომ თქვენთვის რასთან ასოცირდება ევროპული საქართველო და ისინი სწორედ ამაზე საუბრობენ ამის მიტანა მოქალაქეებთან საჭირო რისთვის დგანან უკვე 113 დღე მე 14-ია დღეს 14 დღეა რისთვის დგანან თბილისში რეგიონებში ქუთაისში რისთვის დგანან ეს ადამიანები რისთვის დგავართ იმისათვის რომ გვინდა უკეთესი განათლების სისტემა უკეთესი ჯანდაცვის სისტემა უკეთესი ეკონომიკა ეს უკეთესი სერვისები გვინდა ხო ამისთვის დგავართ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანის უფლებები სასამართლო იყოს თავისუფალი იმიტომ რომ იყოს სიტყვის თავისუფლება და უზენაესი და დაცული და იმიტომ რომ უსაფრთხოება ქვეყნის იყოს დაცული თუ ევროპაში არ წავედით ჩვენ ვართ რუსეთი. всё დასრულდა აქ ყველაფერი. ვინ იქნება ჩვენი მოკავშირე? ეს არის პრობლემა, ანუ მოკავშირე არ აქვს. ხოლმე ესეთი ამ მოკავშირეს ვერ უწოდებთ ახლა რუსეთს, როგორიც არის. მე გამოცდილი მაქვს. ჩემზე უმცროსია, მაგრამ ახსოვს. რა ვიცი, ხა გავახსენოთ ადამიანებს, რომ ჩერნობილის შესახებ რამდენიმე დღე არ იცოდა მთელმა საბჭოთა კავშირმა და იმ ადამიანებმა ვინც იქ ცხოვრობდნენ და დაიწამლა ხალხი და სასიკვდილოდ გაწირეს იმიტომ რომ არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება და ასე მოხდება ძალიან ხშირად ავიაკატასტროფები ხდებოდა საბჭოთა კავშირში და არავინ არ იცოდა ამის შესახებ აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ რას უკეთებდნენ ადამიანებს დისიდენტებს და
უფლება დამცველებს და ასე შემდეგ. მცირე ჩართვასაც გავაკეთებ. კი ბატონო, გისმენთ სიამოვნებით. BBC-ის სტანდარტი შემოაქვთ და ბოდიში, მაგრამ ბრიტანეთში ჟურნალისტებს არ უწევთ რესპონდენტებს დიონ იმისათვის, რომ კომენტარი ჩაწერონ. იქ არის იმის შესაძლებლობა, რომ მივიდნენ, თქვათ, შეითანხმონ. წინასწარ შეითანხმონ და ჩაეწეროთ რესპონდენტის სხვადასხვა თუნდაც კრიტიკულ თემებთან რატომ ჩვენთანაც ხო არის მიმართ ეს პრესამსახურს? რომ ამის შედეგი კარგად ვიცით რა არის საბოლოოდ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრეთ და შეაფასეთ მედიაში არსებული მდგომარეობა და ეს მდგომარეობა არის ძალიან ცუდი და შეიძლება ითქვას კრიტიკულიც კი, მე მაინც ვისურვებდი, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს. მე ვიცი თქვენ იტყვით, რომ ერთადერთ გზად გესახებათ ხელახალი არჩევნების ჩატარება და ხელახალი არჩევნების შემდგომ ალბათ ყველაფერი რაც დაკარგა ქვეყანამ ნელ-ნელა ეტაპობრივად აღსდგება და სწორედ იმეც ვიტოვებ ამისას თქვენთან ერთად, რომ ქართულ მედიასაც დაუბრუნდება თავისი სიტყვის თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში იმედი დავიტოვოთ ამის და იმეც ნუ მოვიშლით. მინდა ვთქვა ბოლოში, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეებს. ძალიან დიდი მადლობა. ზირშერჩევითი სამართალი. კი ბატონო. თქვენ უსმენთ ჩემს კოლეგებს თამარ ქავთარაძესა და ეკა ფხაკაძეს. მადლობა რომ გვიყურეთ და გვისმენთ. ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან შაბათ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.